მე რამდენი ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო ხალხო, რომ შევძლო ნორმალურად ტკივილის გარეშე სიარული. დილამშვიდობს. ვიზუალი გადასარევი. რო ვუყურებ. ფეხები მომამტვრია. ნეკათითებს ვეღარ ვხსნებ. საერთოდ არსებობს რამე რაც ფეხს არ მტკენს. არა და არ მაქვს ხალხო ისეთი ფართე ფეხი. ტერფი რო აი ვთქვათ ნეკათითები რა ანუ ვერ ვხვდები. მირჩიეთ რამე რა შეიძლება გავაკეთო რომ ტკივა ნეკათითების საშინლად მტკივა ანუ ძლივს დავდივარ. მე რამდენი ფეხსაცმელი ვიყიდო, მე რამდენი ბოტასი ვიყიდო, მე რამდენი კეტი ვიყიდო. როგორ შევყოლა ფენტკენდას უბრალოდ აი ვერ ვხვდები მართლა. სან ნერვებზე ვარ. ხარჯავ და ეს ფეხსაცმელი უკვე განწირულია. ამას ვეღარ ჩავიცვამ ხშირად. ვითომ მოჯდება? რა გავაკეთო? რამე თუ იცით ხერხი უჭკუიდან არა ვიციო. გელოდებით ყველას კომენტარებში. ორშაბათი დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო მივდივარ და მარიკოს მოიყოს მამა. ორშაბათობით მორიგე ვარ და ძალიან ადრე მიწევს გამოსვლა და მეცოდები მარიამი ამ ტეკობას მოყავს ხოლმე. ცოტა მოგვიანებით. მარიკოს კი გამოიღვიძა დილით ადრე, მაგრამ რა ვთქვა რომ არა დედიკო ჯერ არ მოდიხარ თქო შეიბრუნა ისე ძილი. ხო და შევთანხმდით რომ მაღაზიები დღეს უნდა დავივიწყოთ. როგორც წესი, სადაც მაღაზია ღია დახვდება, ჩედიან. ქალბატონს აქვს გემოვნება ნაირ რაღაცეების. ხო და აი მე ხახვის სუნი დამყვება ხალხო. ვიღაც ხრაკავს თუ რა არის, არ ვიცი. თუ აი არ ვიცი რაღაცა. დღეს ძალიან ვარ სუნებზე. ის რა ქვია? გზნობელობა მაქვს ძალიან მომატებული. ხო და აიანაირი მაღაზია მივთხარი დღეს დედიკო. ბევრი ვისაუბროთ ამ მაღაზიებზე. ხო და გადავედით. ახლა 800 უკლია 10. მივალ გამოვიცვლი და რეფლექსები უნდა დავწერო. არ შეჭამება. რამდენი საწერი გვაქვს დაიცოდეთ ხალხ. ცხოვრებას ერთი რეფლექსიები აკლდა. სწავლა, კითხვა და წერა სკოლაში მეზიზღებოდა და ამდენი არც უნივერსიტეტში არ მიწერია, მინდა აღნიშნო. უფრო პრაქტიკული საგნები გქონდა. მაგრამ რას ვიზამთ? გეგმები, მიზნები, რუტინები, რა ვიცი, ყველაფერი მიწეროთ. ხო და ორჯერ მოდის მეთოდისტი. კვირაში დღეს მოვა და უკვე
არასკოს იქნება შეჯამება, ყველაფერს წარდგენა, რა დავწერეთ, რა გავიგეთ. კურიკულუმის განმარტებები, მიზნები, რაღაცები ზეპირად. ხო და იქით აკვირაში მე მიწევს წარდგენა ორი ფურცელია. ამოვწერე მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის. გაგანია ორი ფურცელი უნდა დავიზეპირო. იდეაში ვაფშე ყველაფერი უნდა დაიზეპირო. მაგრამ ეს შევა ვერ დადგე და ვერ მოყვე. ხვდებით? მაგრამ ნუ აქ გააქვს რა. რასაც მე პრაქტიკაში იყენებ. და აი, ჯერ ხო ფეხები მткиვად. მე აი მის ხრება. შარვალი ფეხსაც მე ყველაფერი ბოტასები და რაღაცები. მაქვს. გამოსაცვლელი. ბიჭები და მეჭიმა. ფეხები რომ მткиო მთელი წელი და ბიბის მეჭიმება რა ქვია სხეული. თითქმის მოვედით. ჩემი ლიანა უკვე გარეთ ყოფილა. ასუფთავებს. დამარტყას მაგალითად შევარდები, გამოვიცვლი, მე ჩავთავ მუსიკას, საბავშვო სიმღერებს და ცეკოთ ყველა. მოვედით. წავედით. გამოვიცვალე. ანუ ასეთი შარვალი მინდოდა მეყიდა, რომელსაც დაბლა იქნებოდა ცოტა ვიწრო და არ იქნებოდა ძალიან გრძელი, თუმცა ესეთი არ ქონდათ. და რადგან გვანცას ამდენი ბოდიალი აღარ შეეძლო, ამიტომ თუმცა მე სხვა უნდა ვიყიდო, სხვა სტილი ცოტა და მაგას უკვე გადმოვანაცვლებ სამსახურში გამოსაცვლელად. ბედნიერი დღე ყველას. აი ეს გახლავთ თემა არის ამინდი, აღებული მაქვს. აი აქ უნდა ჩავწერო დღის რეფლექსია, ანუ შეჯამება. ეს გახლავთ, ну, რაც უკვე ის არის, რა ქვია, გავლილი, ასე ვთქვათ. ეს კურიკულუმის მიზნებია, კურიკულუმის მიზნები, სხვადასხვა რაღაცები, რაც ძალიან საჭიროა. ასევე აუცილებელია ჩაიწეროს ფანქრით, რათა რაღაც არ მოგწოს, ან არასდროს გიწერია, წაშალო და თავიდან დაწერო. ან შეცვალო ნებისმიერი სტრატეგია, რიტუალი თქვა, რუტინები და ასე შემდეგ. თქვენს ქალბატონს გუშინ წაეშალა 35 წუთიანი ვიდეო. არა თუ უბრალოდ გალერიიდან წამეშალა, მასკი გალერიის საცავიდანაც წაშლილი ვიდეოებიდანაც წამიშლია. ამიტომ ვერ დავდე გუშინ ვიდეო. რა სიყვარული. თავიდან უნდა გადავიღო დღეს. ბედნიერი დღე მეგობრებო. წავიდეთ სამსახურში. თქვენთვის ერთი ძალიან კარგი სიახლე მაქვს, რომელიც გუშინ ძალიან აღფრთოვანებით გითხარით და დღესაც იგივე აღფრთოვანებით მოგიყვებით. ისულ სხვა კადრები იყო, მაგრამ წავიშალა. მივა სამსახურში და გეჭორავებით. ქალბატონ მარიამს მომეცი ხელი გაუვარდა ბრჭყვიალები, რომელიც არის აი საime დამავიწყდა, როგორ მინდოდა წამოსვა. ძალიან ისეთი რომ იიდებს სანამ არ მოხვდები, ანუ გისვია. მეც ეგეთი მაქვს. ოღონდ თეთრი. ანუ რა ხდება. ხო და დაიყარა, ანუ გუში მე 10 საათზე დამეძინა ღამე ტელევიზორთან. ამიტომ გამოცინებული სახე. ხო და ეს მამამისთან რა ვიცი ბორძღიალობდა რაღაცას და დილი თავდექი ხალხო და ბრჭყვიალებს იადაკი. მაგითი სტილოები, სამოს, მეთქი ანუ რა მოხდა, ვერ გამოვეკვა. რა მოხდა, სახე და ვერ ვაცლი, ტანზე ყველგან აქვს.
ამას უნდა აი ოფიციალური ბანაობა. დღეს რომ მოვიყვა კი ბაბანავებ, მაგრამ იმ სახს რა გააშორებს იმ ჭკუელებს არ ვიცი. დღეს მინდოდა დამეტანდა, მაგრამ აბა გუშინ ბავშვები მიყურებენ დიდებია. გვაინცა რა იყო თვალებსინავს. თქი მადლობთ. იზრდება ჩვენი სიყვარული. რადე ველოდებით ორი ნაბიჯის გაღებას 8-ზე იღება დილით. ასე რომ გაიღეთ ახლა. მოიცადეთ 3 წუთი დარჩა. გეძინება ისაყარება. ოდნავ მომიხსნა ტკივილები ფეხზე და ვნახოთ იქნებ შეეგო თელა მარშრუტკა ფეხზე გადამიარა, მადლობთ. მე მგონი ეჩვევა ამ ფეხსაცმელს ფეხი. აქეთა ჯერ ვერ. გამოვედი. ის უნდა ვქნა რა ქვია. აქებში უნდა გადავირბინო. როგორ მწდება გული გუშინდელი ვიდეოს წაშლას ვერ წარმოიდგენთ. მე რაღაცებზე ვისაუბრე და როგორ წამეშურა, მაგრამ არა უშვის რაღაცებს თავიდან ჩაგიწერთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაგიწერთ. ახლა უბრალოდ ჯერ აქტიებში გავი. ეს +1-ია გოგოებო. ანუ სახში რომ მოასკდები და თურმე ნუიტყვი და წყალი არ გვაქვს და იმიტომ კი არ გვაქვს რომ სახელმწიფომ გაგვიჩი. იმიტომ რომ მამა რაღაცას აკეთებს და წყალს მოუშვებს თუ არა ჩავაქვედა სართულზე. ყოჩა მამა დიდი მადლობა. თუმცა კი ვიცი რომ სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ მაინც დიდი მადლობა. აი წამოვიყვანა წყობა. მე ხალხო ისე გამომიყვანა წყობიდან ამ წყლობამ. აი ხაო, დიდებას გეფიცებით ხაო, რომ მეთქი. რას ვერ მოვუშვებ? გაბაფრინე. ან შემაქნამა გამირეკა ჩვენი ახლობელი მოდის. ეგრევე ვეცი გიჟივით. ივალაგე სახლი, იმიტომ რომ გუშინ 10 საათზე დამეძინა და ხო, სახლი არ იყო ისე მიწოდების სიმაღლეზე. ყველაფერი მიყრილი, მოყრილი. ეხლა ხო თუ ყავა არ დავli არც სიცოცხლემი და არც სიკვდილი და ეხლა თქვენ გადაწყვეტეთ რა მინდა, მაგრამ ტკბილი ლუკმა თქვენთვის მაქვს შემონახული. ეხლა მე ყავას გოგოებო უცებ დავასხავ და მოგიყვებით. მე დედა როგორ ამიყვას რომ შიშხინებს ხოლმე, ასე მგონია თავზე უნდა გადამევლოს. დადექი შენ მეგობარო აქ. აღარ ვიცი, მე მგონი მომიწევს ამ ყველაფრის გარეთ გატანა და იქ გარეც ხო, სხვა გზა. ეხლა მე თქვენთან დავჭდები და მოგიყვებით იმ ძალიან კარგ სიახლეს, რომელიც მაქვს. ერთი წუთით გოგოებო. ერთი წუთი სიყვარულებო. ერთი წუთი. ჩემ ბავშვებს ეძახი ხოლმე. სიყვარულებო. აი, ეხლა ჩვენ ეს ავიღოთ რაღაცა ვაფლი თუ რაღაცა. ვაიმე დედიკო ფეხებს ვერ გვრცნობ. აქ ბატონ მარიამს ძინავს. და დავჭდეთ სანამ შემოგვირთდებიან და ვეღარ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, მანამდე მოგიყვებით რა ხდება და საერთოდ რატო ვარ ესე ძალიან გახარებული. მოკლედ ჩემმა ახლობელმა მითხრა რომ შენს მეგონა თქვა მაქვს არა უნდა თქვა მე არ ვიცი მაგრამ თავიდან გეტყვით შენს ვიდეოზე გვანცაო რეკლამები დაიწყოვო რეკლამები საუბარია Facebook-ზე დოდონას ბლოგზე კეთოთ ხო და მოკლედ გოგოებო ძალიან ბევრჯერ დავპოსტე რომ ვინმე მხარიცით როგორ ირთვება Facebook-ზე მონეტიზაცია რამდენჯერმე ბოლო პერიოდში და ეგ რომ მითხრა ხო და ისე გავამწარდი მოკლედ რომ აი არ ვიცი რომ ვერავისგან ვერაფერი გავიგე მერე ჩემმა საყვარელმა გოგო მომწერა Facebook-ზე და მითხრა
ეკამ რაღაცა დეტალები, მე რაღაცები ჩვენით გავარკვიეთ, ანუ რა ვიდეოებიც ვნახე ხალხო, აი იქიდან, აი ესეთი ვიდეოებია და ვერაფერი ვერ გავიგე, ხა მე და ჩართვები ცოტა რთულად ვართ და მე რა ვიცი ხალხო რაღაცებს დავაჭირე, მოვაჭირე და ოპლა. ჩავრთე მონეტიზაცია Facebook-ზე. როგორ მინდა ეხა დავადო აქ ის უცებ ტაშები რომ მოვარდება ხოლმე. ჩემს ბლოგს უკვე ჩაერთო მონეტიზაცია. ძალიან ბევრი პუნქტია სიმართლე გითხრათ და ჯერ კარგად ვერ გავერკვიე და საერთოდ ვერ გავერკვიე და ვერ მოვიცალე მაგისთვის და ვერც ვერ ყვევი ხოლმე, მაგრამ რაშიც გავერკვიე მაგაშიც, ანუ ყოჩაღ ძალიან მაგარი ვარ, თურმე და სხვადასხვა ადამიანების დახმარებითაც და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას და მე ჩავუგდე ხო ეკასაც ჩავუგდე მეთქი ნახე თქვა ანუ იგი დამიწერა რომ ჩართულია და ცოტა ვერ მივხვდი იმიტომ რომ მეთქი ახლა ესე ანაირად ჩავრთე იქ ვიდეოში მხელა რაღაცები ლაპარაკეს თუ მოკლედ როგორც აღმოჩნდა ჩემი ბლოგი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ითხოვს Facebook-ს მონეტიზაცია. ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის ნახვები, ეს არის უპირობო ის ერთ-ერთი პუნქტიდან. მეორე არის ის, რომ სხვისი მოპარული ვიდეოები არ უნდა დადო, ანუ ვიღაცას მოუპარე ვიდეო და ჩემს Facebook გვერდზე განვათავსე და ასე შემდეგ. და კიდევ რაღაცა პუნქტებია და მოკლედ გამწვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაირთო. შევდივარ ჩემს რაღაც მეცნიერებო Facebook გვერდზე და ანუ ხედავ რომ გაუმუშავებაზე ეწერა რამდენი ცენტი 33-ით დაიწყო თუ რაღაც ხო ეგრე რა თუ პირობითად 33 მაგრამ მე მგონი ეგრე იყო 33 ცენტი და მეთქი აი ზუსტად ეგ დამემართა ძალიან მალე სხვათა შორის ბიჭო შევედი 35-ზე ავიდა ცენტზე შევედი 39-ზე შევედი 50-ზე ავიდა ანუ ეს ხდება ერთ დღეში ხალხო და საბოლოოდ ახლა მაქვს 80 მოიცათ 92 ცენტი მაქვს, თუმცა იქ მიჩვენებს $1, მაგრამ სხვა ჯერში მიჩვენებს 92 პლუს მინუს სოფით არის ეს, ანუ $1 შეიძლება ცოტა მეტი იყოს, შეიძლება ნაკლებიც. ანუ 92 ცენტი მაქვს. ისე მიხარია, ისე გამიხარდა ხალხო. უბედნიერესი ვარ, ანუ აი ოღონდ არ ვიცი YouTube-ზე რო ჩამერთ მონეტიზაცია, მაშინ უფრო ბედნიერი ვიყავით. ახლა პირი არ მეკუმება. ეს მეორე დღე არ მეკუმება პირი ბედნიერებისაგან და მოკლედ რაღაცები გავარკვიე $100 უნდა შეკროვდეს თვეში რომ მოხდეს ჩარიცხვა როგორც YouTube-ზეა რა თქმა უნდა ეგრევე ვირას გახიფსებს გერიცხება 21 დღის მერე ანუ თვეში ერთხელ ხდება შეჯამება და თუ შეაგროვე $100 მერე უკვე მიდის 21 დღის მერე გადმოგზავნაში. როგორც მივხვდი 55% თუ არ ვწდები, აი არ მინდა ხა ვირიო და შეიძლება არასწორ ინფორმაციას ვამბობ, მაგრამ როგორც წავიკითხე 55% მოდის ჩემთან, დანარჩენს უკვე იტოვებს, ასე ვთქვათ, Facebook-ი და ასე შემდეგ, მიდის სხვადასხვა გადანაწილებებში. არ ვიცი, შეგასწორი არ არის, მაგრამ მე ასე ვიცი, მოკლედ. რა წავიკითხე, იმას გეუბნებით. რამდენად სარწმუნოა, ოღონდ არ ვიცი. მაგ დეტალებს ალბათ უფრო მერე გავიგებ, როცა უშუალოდ რაღაცეებში გადავალ კიდე რაღაც ფუნქციებში, ოღონდ მარტო მაგას ვერ გავართმევ, თავს იმდენი რამეა. ხო და მაგისთვის მყავს ერთი ადამიანი, ოღონდ მოიცალოს. ხო და ტელეფონებში ჩემზე მეტად ერკვევა და რაღაცებს გადაგიქავს, გადმოგიქავს. $100 საკმაოდ ბევრია. მოსაკლოვებლად. მაგრამ სავარაუდოდ YouTube-ზე მეტად კარგად იხდიან, მე მგონი.
გამოდებლია. და სამწუთიანი ვიდეოები უნდა დადოთ. უფრო კარგი გამომუშავება აქვს. მე უკვე მაქვს ჩემი გამომუშავების რამდენიმე რაღაცა ვიდეო. ყველასაც ახლა არ დავდებ, რამდენიმესაც დაგიდებთ, მხოლოდ ამ ერთ მასში ანუ რა გამოიმუშავა ამ რამდენიმე საათში. ისკავარ. ანუ რა მომენტი მაქვს იცით, რომ ხომ მქონდა მოტივაცია, ხო? დოდონას ბლოგი ჩემ ცხოვრებაა, აი რა ვიცი, ვერ წარმოვიდგენ მაგის გარეშე საერთოდ ჩემს არსებობას. და ახლა ორმაგად მაქვს იცით ეგის, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, იმიტომ ახლა უფრო მეტად ჯერ ხომ მაქონდა მე არ ვუჩივი არანაირად და არასდროს არ ვუჩიოდი ჩემს ბლოგზე, რომ აი მე რაღაცა ამდენი წელია მაგას ვაკეთებ. ახლა უფრო მეტად. შეგიძლიათ მომიგოცოთ, აი მე როგორი ბედნიერი ვარ ხალხო. რატო აქამდე არ ჩავთე, ნერვები მეშლება 9 თვეა და 9 თვე რამდენი ხანია თურმე არის და მე ნერვები მეშლება. ჯერ ხომ მთელი დღე ნერვები ვიშალე საკუთარ თავზე რომ ვიდეო წამეშალო გუშინდელი. მოკლედ. ახლა რომ მიყურებთ ალბათ უკვე არის 9. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ვერ შევცელი ადრე ამეტვირთა. გუშინდელი ვიდეო ვარ წაშლილი იყო, დღეს 7 საათზე დაიდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დაიშალა. რას ვიზავთ? ასე რომ გამიხარდება ვისაც ჩემი დოდონა გიყვართ პერსონაჟი Facebook-ზე გადახვიდეთ ხოლმე და მიყუროთ ისედაც ძალიან პაწაწუნა ვიდეოებია ხოლმე და თუ მიყურებთ ძალიან გამიხარდება 3 წუთიდან 1 წუთით მაინც უნდა გიყუროს ვინმემ რომ ნუ ასეთ უკეთესი გამომუშავება გქონდეს. უკეთესეთი ამბავია ისეთ ეიფორიაში ვარ, ვერ დაგიმალავთ, ძალიან დიდ ეიფორიაში ვარ. როგორც გავიგე Facebook-ზე მონეტიზაცია ბევრად მაღალანაზღაურებადია ვიდრე YouTube-ი. ოღონდ არ ვიცი, ჯერ ახლა დავიწყე ერთი დღეა და ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი. ფაქტია, რომ Facebook-მა უფრო მაღლა აწია $100 და იქ 70-ია. 70-ით და მეტიც მე საკომისიოები ხომ მოაგროვა პლუს მოკლედ. კაი $80-ზე მეტი უნდა გქონდეს, რომ შეძლო მალევე აღება. და ნახოთ რა იქნება. აი ძალიან ბედნიერი ვარ. ნახოთ ხვალ დილით რამდენი ცენტი მოემატება. ჯერ რა თქმა უნდა, ახლა ჩავრთე და ნახოთ. ძალიან ხელავ, არ დაგიმალავთ. აი მე რა მაკლდა თურმე დღეს ხალხო. დღეს მაკლდა მიყავა. ყავა არ დამილევია. ნედილი დღესაც აღარ ვსვამ. ჯერ ვასწრებ და არ მყავს ფორია სიგიჟეში ყავის დალევა. უი გოგოებო რა დავემართა კიდევ. ძალიან აქებენ უზმოზე ცხელი წყლის დალევას. თბილისზე ნუ ცოტა მეტი ცხელი წყალი უნდა იყოს რა. ხარ დაიფუფქოთ პირები, მაგრამ ცხელი. და ზოგადად ძალიან კარგი რაღაცები წერია, თვისებები და ყველაფერი. 2 დღე მივიღე და ვიყავი ძალიან ცუდად. დამემართა ფაღარათი, კუჭის ტკივილი, ნახველის ტკივილი, ყველაფერი ტკიოდა. მოკლედ ძალიან გამიღიზიანა, ასე თქვა და ვეღარ ვიგებდი ნაღველი ტკიოდა თუ კუჭი, აი ვეღარ ვიგებდი ისე ტკიოდა და 2 დღის თავზე შევწყვიტე მოკლედ ცხელი წყლის მიღება. მივხვდით იმისა, რომ ძალიან კარგი თვისებები აქვსო. მე ნუ გადავწყვიტე, რომ აღარ დავლიო. ასე რომ
თქვენც თუ დაიწყებთ დაავკვეთით თქვენს ორგანიზმს რას იზავს და არ გააგრძელოთ დიდხანს და ნუ იფიქროთ რომ მიეჩვევა თუ რაღაც შეეშვით. ნუ რაც შეეხება მონეტიზაციას სხვა ქვეყნებში რა თქმა უნდა ბევრად როგორც ყოველთვის ბევრად მეტი რაღაცები ხდება ჩვენთან არა იქ უფრო რა თქმა უნდა როგორც YouTube-ზე ისე ყველაზე ფერს უფრო მეტად კარგად იღებენ და იხდიან ბიჭო სულ მიკურდა ბოლო პერიოდში Facebook-ზე ძალიან გააქტიურდა სასტავი აი ძალიან გააქტიურდა და ცოტა ვერ მივხვდი მეთქი ეს Instagram-ის სასტავი მეთქი აი Facebook-ზე ესე ძალიან რატო გამოჩნდა არა უშოს მეც ჩავრდე ძალიან ვიხარია როგორც იქნა ჩემი შრომა იწყებს დაფასებას მე მაყურებლის სიყვარული პირდაპირ გითხრათ არ მაკლია ამის დეფიციტი არ გამაჩნია უმაგრესი აუდიტორია ყავს დოდონას გვანცას რო თავი დავანებოთ და გვაცდებთ არ ვეხები დოდონას ყავს უმაგრესი აუდიტორია ძალიან ჩართული და ისეთი რა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ზუსტად ეს ადამიანები იქნებიან ვინც ჩემს გამომუშავებაში პირველად წვლილ შეიტანენ ასე რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა მაბატიეთ რომ ორ დღეში ერთხელ მოვდივარ ხოლმე და ისე ძალიან გვიან მოვდივარ ხოლმე და საერთოდ რომ მოვდივარ ვამბობ ხოლმე რომ გმირი ვარ თქო ნუ ახლა გმირი ცოტა არ გაიგოთ ხო რა ის გმირი მაგრამ ამდენ რამეს რო ვასწრებ ძალიან მიხარია და იმდენად ჩართული ვარ ანუ ვერაფრისთვის ვეღარ აღარაფრისთვის არ აი ფიქრისთვისაც აღარ მსალია იმდენ რამეს ვარ მოდებული და მადლობა ღმერთს ამ ენერგიისათვის გემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ და დიდი მადლობა ვინც მომილოცავთ იმიტომ რომ უმაგრესი შეგრძნებები მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ იმედი მაქვს თქვენც გაგეხარდებათ დიდი